გამარჯობა ჩემო ძვირფასო YouTube მაყურებლებო. მე ლაშა გურგენიძე ვარ და ეს ქართული ამბებია. მადლობა კროკოს ამ არაჩვეულებრივი პროექტის გვერდში დგომისთვის და პარტნიორობისთვის. მადლობა თითოეულ თქვენგანს არხის გამოწერისთვის და აქტიურობისთვის. დღესაც არაჩვეულებრივი ამბები მოგიმზადეთ და მინდა რომ მოგიყვეთ. ცაში აფრენილი ურემი. ცოტა ხნის წინ საკულტო ფილმის შერეკილების სინჯებზე მოგიყევით, რომელსაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა და იქვე იყო თხოვნები. აფრენილ ურემზე მომეყოლა. ხო დაინებეთ. ფილმში შერეკილები ცაში აფრენილი ურმის ნახვა ნამდვილად ღირდა ერთ სიამოვნებად. თანაც ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა საბჭოთა კინოს ისტორიაში, როდესაც უცნაურად აწყობილი ფრენისთვის სრულიად უვარგისი მოწყობილობა ნარნარად ფარფატებდა ჰაერში. სხვათა შორის თვითონ რეზო გაბრიაძესვე ეკუთვნოდა ასაფრენი მოწყობილობის პირველი ესკიზი. რეზო შესანიშნავად ხატავდა. სწორედ ამ ესკიზის მიხედვით გაკეთდა ჩონჩხი საკონსტრუქციო ბიუროში. გარეგნულ მხარეზე კი ცნობილმა მხატვრებმა თენგიზ და რევაზ მირზაშვილებმა იზრუნეს. როგორც ფილმის რეჟისორი ბატონი ელდარ შენგელაია იხსენებს, ეს დიდი მიღწევა იყო და ბევრი შრომაც დასჭირდა. სათმფრენი კი ააგეს, მაგრამ აფრენა არ გინდა? თან მაშინდელი დრო, წარმოიდგინეთ, რამდენი უწყება და რამდენი ვინმე უნდა შეაწუხო. სამოქალაქო ავიაციაში არაფერი გამოვიდა. უამრავი ნაცნობ უცნობის შეწუხებამ არ გაჭრა. თუმცა სამხედრო უწყებაში სიამოვნები დათანხმდნენ ფილმთან თანამშრომლობას. უпростоრედ ცენტრალური შტაბის მაღალჩინოსნების ნებართვის შემდეგ სიამოვნები დათანხმდნენ. მათ გასცეს სწორედ ნებართვა და საქმეში ჩაერთო საავიაციო საკონსტრუქტორო ბიურო. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს მათთვის ერთგვარი გართობა უფრო იყო, ვიდრე რამე სერიოზული საქმე. თან უხაროდათ ქართულ კინოს რომ ეხმარებოდნენ. მოკლედ აეროდინამიკის ყველა წესისა და კანონის გათვალისწინებით შეიქმნა პროექტი ქართული ფილმი. ამ საკონსტრუქტორო ბიუროს ყველა პროექტი სპეციალურ არქივში ბეჭდით დალუქული ინახებოდა და მათ შორის ჩვენი კარგად ცნობილი ურმის ნახაზებიც. ჯერ კიდევ მაშინ ხუმრობდნენ ინჟინრები, რა სეირი იქნება ეს რომ ამერიკის დაზვერვამ აღმოაჩინოს, ხომ ვერაფრით მიხვდებიან რასთან აქვს საქმე და ვინიცის იქნებ რაღაც ახალი იარაღის გამოგონებაც დაგვაბრალონო. პროექტის მიხედვით ურმის ჩონჩხი ძალიან მსუბუქი და მტკიცე მასალისგან იყო შექმნილი, რომელსაც ფილმის მხატვრებმა საბოლოო სახე მისცეს. ეს ყველაფერი თვალით უხილავ ფოლადის მავთულებზე ეკიდა, რომელსაც ფირი ვერ აღბეჭდავდა. დადგა გაფრენის დღე. გადამღები ჯგუფი თელავში სამხედრო აეროდრომზე მივიდა. წარმოიდგინეთ ურმის დანახვაზე მფრინავების რეაქცია. ისინი რა თქმა უნდა სიცილით დაიხოცნენ. განსაკუთრებით ერთი პოლკოვნიკი ენაწყლიანობდა. უარს როგორ გეტყვით, მაგრამ ეგ თქვენი შეკოწიწებული ჩიტუნა, ლამის მიწაზევე დაიშალოს და ცაში როგორ აფრინდებაო. შენ რა გენაღლებაო, უთქვამს ელდარ შენგელაიას. ერთი სიტყვით ურემი მძიმე ვერტმფრენს მი-6 მიაბეს. მანქანა რომ ამუშავდა, ჰაერის მძლავრი ნაკადისგან ურემი მიწაზე აძაგძაგდა. სამხედროები სიცილით იხოცებოდნენ და გულის ფანცქვალით ელოდებოდნენ ურემს ნაწილები აქეთ-იქით როდის გასცვივდებოდა. მაგრამ ცაში რომ ავიდა და ჰაერში ნარნარი დაიწყო, იცით როგორი რეაქცია ჰქონდათ. აი როგორც ხუტა უფროს აქვს ფილმში. სიცილი სახეზე შეაცივდათ და პირდაღებულები დიდხანს უყურებდნენ. რა იცოდნენ, რამდენი გზა გაიარა ურემა ასეთ გამძლე კონსტრუქციად რომ ჩამოყალიბებულიყო. კოლონიაში დადგმული თეთრი ბაირაღები. ნოდარ დუმბაძის თეთრი ბაირაღები რასაკვირველია ყველამ კარგად ვიცით. როგორც ფილმს, ასევე სპექტაკლსაც დიდი გამოხმაურება მოყვა. თეატრში სპექტაკლს ერქვა საბრალდებო დასკვნა. შეგახსენებთ, რომ ნაწარმოებში სიუჟეტი ციხე კოლონიაში ვითარდება. ამ სპექტაკლმა მოიარა მთელი ქვეყანა და არა მხოლოდ საქართველო. მოკლედ დიდი ამბები იყო. ხმები რა თქმა უნდა ციხეშიც მივიდა. ერთ დღეს რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძესთან ნამდვილი კოლონიის უფროსი მივიდა და ასეთი რამეს თხოვა. პატიმრები მეუბნებიან, ოღონდ ეგ სპექტაკლი გვაჩვენეთ და მთელ წელიწადს კოლონიაში დისციპლინას არავინ დაარღვევს. როგორია? ერთი მხრივ არაა ადვილი ამბავი ციხეში სპექტაკლი უჩვენო და მეორე მხრივ სპექტაკლი ხომ პატიმრებზეა. ვინც ის რამდენი წლით იხდიდნენ სასჯელს და საცოდაობა იქნებოდა ამდენი ხანი მისი არ ნახვა. ამას ემატებოდა მსახიობების დარწმუნება ციხეში სპექტაკლი ეთამაშათ. მოკლედ საბოლოო ჯამში შეთანხმება შედგა. რაც შეეხება სცენას, ერთი პატარა ოთახი ჰქონდა, სადაც პატარა სცენის მოწყობა შეიძლებოდა. დეკორაციების ამბავი ალბათ გაინტერესებთ. მიხვდებოდით, რომ ამ ამბავს დიდი წვალება სულაც არ სჭირდებოდა. იქვე საკნებიდან გამოიტანეს ნამდვილი ორსართულიანი საწოლები, წამოწვნენ ზედ მსახიობები და დაიწყო სპექტაკლი.
თვითონ ნაწარმოები მოგეხსენებათ სიმძიმის მიუხედავად იუმორითაცაა გაჯერებული. შესაბამისად, თეატრებში ხშირი იყო სიცილი, ტაში, თუმცა კოლონიაში ერთხელაც არავის გაუცილია. მთელი სპექტაკლის განმავლობაში გაუნձრევლად ისხნენ პატიმრები, სცენას მისჩერებოდნენ და ღვარღვარით ჩამოსდიოდა ცრემლები. მათთვის არ იყო ეს მხიარული ამბავი, მათთვის ეს იყო ტრაგიკული ავტობიოგრაფია, რომელსაც შორიდან უყურებდნენ. თვითონ გიგა ლორთქიფანიძე კი ამის შემხედვარე ამბობდა: ჩემთვის ეს კიდევ ერთი გაკვეთილი აღმოჩნდა. გაკვეთილი იმისა, რომ თავარი ის კი არ არის, რას თამაშობ, ან რას დგამ. თავარია ვისთვის თამაშობ, ან ვინ უნდა ნახოს ის სპექტაკლი. თავარი ყოველთვის მაყურებელია. ილია მატარებელში. უამრავი ნახვა აქვს ვიდეოებს, სადაც ილია ჭავჭავაძის ამბებს გიყვებით. ეს რა თქმა უნდა სულაც არაა გასაკვირი. პირიქით, მეც ძალიან მიხარია და მიყვარს ამბების მოყოლა ჩვენს ერის მამაზე. კიდევ ბევრი ამბავი მაქვს ილიაზე და ყოველთვის სიამოვნებით მოგიყვებით. ერთხელ ილია ჭავჭავაძე მატარებლით მგზავრობდა. წარმოიდგინეთ ხომ, ილიასთან ერთად მგზავრობა. რა ჯობდა მის შორი ახლოს ყოფნას და მის მოსმენას. სულ რომ სხვა ვაგონში ყოფილიყავი, ილიას მოსასმენად მაინც იქ მიხვიდოდი. თუმცა აქ ერთი უცნაური ამბავი მომხდარა. ერთი ახალგაზრდა კაცი ილიას სულაც არ აცდიდა ლაპარაკს. მთელი ვაგონის გასაგონად ხმამაღლა იძახდა რაღაცეებს. არ ვიცი, ალბათ ყურადღების მიქცევა უნდოდა. აქაო და მეც ჭკვიანი ვარ და მეც მომისმინეთო. მისი მთავარი სალაპარაკო თემა ქართველები ყოფილა. ხალხი იძახდა ზარმაციერი ვართ, არაფერში ვარგი ვართ, არაფერი არ გამოგვივაო. ილიამ შვიდად უსმენდა. როცა ახალგაზრდამ ქადაგება დაასრულა, ილიამ კითხა: ახალგაზრდამ, მესმის რომ გული შეგდგივა ქართველთა სიზარმაცეზე, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს შენთან. გისმენთო, გაჯგიმულა ბიჭი. გასაგებია რომ ქართველები ზარმაცები ვართ, მაგრამ შენ თვითონ რას აკეთებ საქართველოსთვისო? ვაგონში სიჩუმე ჩამოვარდნილა. ახალგაზრდას ენა დაბმია და ვერაფერი უპასუხა. ასეა, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, უთქვამს ილიას. საქართველოს სწორედ იმ ხალხის ხელშია, ვინც არაფერს აკეთებს და მხოლოდ სხვებს აბრალებს ყველაფერს. სწორედ აქ დაუწერია ილიას ლექსი, რომელიც ჩემი აზრით ყველა ჩვენგანის დევიზი უნდა იყოს. კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე. ყოველ დღესა შენს თავს კითხო, აბა დღეს მე ვის რა ვარგე. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ამბები და თუ ასეა თხოვნა მექნება რომ გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ვიდეო. მე მალე დაგიბრუნდებით სხვა საინტერესო ამბებით. დროებით.